საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა მოუწოდა სერბეთს გააკეთოს სტრატეგიული არჩევანი, რომელიც ევროკავშირში ქვეყნის გაწევრებისკენ მიმავალ გზას განსაზღვრავს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კაია კალასი ბელგრადში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. სერბეთის სტრატეგიული და გეოსტრატეგიული არჩევანის წინაშე დგას საცურს მას ყოფნა. სერბეთის ევროპული მომავალი დამოკიდებულია ღირებულებებზე, რომელთა დაცვასაც ის აირჩევს. კაია კალასმა დასცინა, რომ განიხილა პრეზიდენტი ვუჩიჩის ბოლო ვიზიტი მოსკოვში, გამარჯვების დღის აღლუმზე, ნაბიჯი, რომელიც ბრიუსელში დაგმეს. ნამდვილად არ მესმის, რატომაა საჭირო იმ პირის გვერდში დგომა, რომელიც უკრაინაში ამ საშინელ ომს აწარმოებს. პრეზიდენტი ვუჩიჩი ამბავს თავისი გადმოსახედიდან გვეყვება. ამრიგად, დიახ, ძალიან ვრცელი დისკუსია გვქონდა ამის შესახებ. ბელგრადში ვიზიტის შემდეგ კაია კალასი კოსოვოში გაემგზავრა. მისი თქმით, სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება მათი ევროპული მომავლისთვის ფუნდამენტურია, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი გაყინულია.